შვიდობის თქვენ უყურებთ მთავარ არხს და ეს არის შოუ მთავარი ბიჭები. აი ესეთი. გავაგზავნოთ ესევე ენერგიულად მეგობრებო, სულ რაღაც რამდენიმე დღე დარჩა ქვეყნის მთავარ ამბამდე, ხო? არჩევნებამდე, მთავარ მოვლენამდე, სულ რამდენიმე დღე დარჩა. ყველა იძლევა დაპირებებს, გამოდიან, რაღაც ესკვირდებიან და ჩვენს გვინდა მთავარ ბიჭებს ჩვენი დაპირება მოგცევთ. დამეთანხმებიან აქვე ჩემი მეგობრები, ჩემს გვერდით მყოფნი. თანაგუნდელები დამეთანხმებიან, რომ ეს პირობა არის საერთო, ჩვენი საერთო პირობაა. პირობას გაძლევთ თავარი ბიჭები, რომ ვიდრე ჩვენ გვიყურებთ. თუ თქვენ აირჩევთ, მხოლოდ ჩვენ გვიყუროთ. ჩვენ არასოდეს და ამ პირობას აქვევდებთ, არ წავალთ პოლიტიკაში. კი ბატონო. საერთოდ არ წავალთ. ვდებთ ჩვენ თუ პოლიტიკაში წავედით, ტრისასი კისეთები მოხდება. ასე რომ ფეხს არსად არ გავადოთ. არ გინდათ რომ წავიდეთ. გვიყურებთ ჩვენ ვასრულებთ პირობას და ხევართ ჩვენს ადგილას. მაშასე ღმერთი არის ჩვენთან, ვიწყებთ. ჰეი. რა გინდა? ცუდი დაპირება არ მიგვიცია ძმა. თავარია მიჩერები. არა, თა რატო წარმოვიდგინე რა, აეროპორტიდან მოდიხარ თბილისში. პირველივე ბანერი რო ხდება, უზარმაზარი ბანერი ვანიკოსი როცა გაღიმებული. რა მე ვერ გავიღიმე ისე? აბა ის გააკეთე, ესე გააკეთე. ტიპიური პოლიტიკური ღიმი. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჩვენი სპონსორია Bet Market-ი, ლიდერ Bet-ის გა. მოკლედ მეგობრებო, დღეს გადავწყვიტეთ რომ ვისაუბროთ იმაზე, რაზეც საუბრობს მთელი ქვეყანა, ყოველთვის, რაზეც საუბრობს მთელი ქვეყანა გამუდმებით, გაუთავლებელად, რითაც ცხოვრობს მთელი ქვეყანა. იმ წერტილზე რომლამდე ხდება და რომლის მერე ხდება ყველაფერი. როდის არაფრით არ დაიხალა. აი, ხო იცით ეს როგორ არის რა, 4 წელიწადში ერთხელ რო არის ხოლმე რო ვაგობთ, აი ესეც გადავაგოროთ და მერე რაღაც იქნება. ხვდებით ალბათ, ხო არჩევნებზეა საუბარი, ანუ ჩვენი ქვეყანა ბოლო წლებია ყოველ შემთხვევაში ასეა, ბოლო ეპოქაა პირდაპირ ასე ვთქვათ, არჩევნებიდან არჩევნებამდე ვცხოვრობთ რა, ერთი არჩევნებიდან მეორე 4 წლიანი ციკლი გვაქვს. ნიკა, მართალია ვინც არჩევნებში მონაწილეობას იღებენ არ ხვდებიანო? მართალია, იო. ხო და მოკლედ ეხლა არის აი გაქაფული პერიოდი, როცა ყველა რაღაცას გუპირდება, ყველა გვეპრანჭება, ერთმანეთს ანაგილებენ, ანლანძღავენ, ანწყევლიან, ან როგორც აი შპაგატში გვიჯდებიან რა. ოღონდ აი მე აი ხმის დათვლა რო უკვე მოყომარდება ხოლმე, მე აი აღარ იცი რა ხდება შემდეგ არჩევნებამდე. მოკლედ აი ამაზე შეიკეტებიან ბუნაგში დათვებივით და ჩვენი ამბავი რა მაგობებს იცი გოგო ბიჭის ურთიერთობას ამ შემთხვევაში ჩვენ გოგო ვართ მთელი ქვეყანა და აი ისინი პოლიტიკოსები არიან ბიჭები ხო იცი თავისის მიღება რო უნდათ და მაშინ რო ყურადღებიანები არიან ყველაფერს უტყებენ ღეში ბიჭი რო გირეკავენ რო გეუბნებიან ამას ბინძურ საქმეს როგორც კი საქმე მიუახლოვდება ქორწინებას პასუხისგებლობას და პირობების შესრულებას ეგრევე გიკიდებენ ურეკავ და არ პასუხობენ მოკლედ ამ თემასთან დაკავშირებით მე ერთი რაღაცა მახსენდება, კი თვალშისაცემია ხოლმე ყოველთვის ეს, ნუ ამ შემთხვევაში მართველი პარტიის ბანერებზე ხო არის ერთი არჩევნო ბანერები არის ყველგან და ყოველთვის, აი ზევით, ქვევით, ყველა და რაღაცა სტატისტიკაც კი არ და ის დაიდო ხო, რომ ჰექტარობით გამოდის ერთმანეთთან რომ დაალა. ჰექტარი თუ რაღაცა თუ არ მეტი მგონია, თემა ქვეყანამ გაიგო. სულ არ გიჩნდებათ ხოლმე კითხვა, რომ აი სად რომ მორჩება არჩევნები, ხო ჩამოხსნიან აი ამ ხელ ჰექტარობით პლაკატებს. მე სადმი აქვთ ის რაში შეიძლება რომ გამოიყენო კორპუსებს აშენებენ არა კორპუსს ვერ აშენებთ ხელია ისა მაგრამ არსებობს ერთი ფოტო ვნახე მე და იმედია თქვენს დაგაინტერესებთ გთხოვთ გავშვით ფოტო აი აჰა თივაზე ამაზე ატყდათ გლიცინი აი ეს აი ამაზე კარგი და კეთილშობილი საქმე არ ამგონია რომ ამ ბანერმა შეძლოს საერთოდ რომ რეალურად წარმოვიდგინე კიდევ უფრო კარგი გამოყენების საშუალება მე მგონია თუ მაგალითად ეს იქნება თეთრეული ხო ანუ როგორია მიდიხარ ღამე დაღლილი სამუშაოსგან იძინებ და 51 ნომრის და კალაძის ის რა ქვია ზეწარის საბანი გახვეული ხარ და ასე შემდეგ რა არ შეიძლება რამხელა საბანიც გაქვს იმ ხელაზე უნდა დაიყაროთ როცა მაგადაზას არ ეკვემდებარება ну ყოველ შემთხვევაში ბევრი გამოყენება კიდე შეიძლება იყოს მაგრამ ასეთი მაგარი ვერ ექნება კეთა ისე რა შეიძლება იცი ახლა შენ რო თქვი რომ რაში გამოიყენონ და აგერ ვიღაცა ბანერი აიღო გაჭიმა და გადააფარა ხო რაღაც ეზო შრავად შეინახა თივა რომელსაც შეჭამს როხა მაგრამ ზედ გამოყვება და სასარგებლო საქმეა ხო და უყურე იმდენი ბანერი აქვს საარჩევნოთ და დაბეჭდილი ამ
ხელისუფლებას. ეს ბანერები ყველა რო ავიღოთ, ესე გადასახურად რო გამოვიყენოთ, როგორც ამ ერთმა ადამიანმა. შეიძლება მთელი ქვეყანაც გადავხუროთ. და ჩალით აღარ იქნება ეს ქვეყანა. ჩალის ნაცვლად იქნება ბანერებით დახურული. წყალი მაინც აღარ ჩამოვივა რა. სარგებელი თუ არაფერი, წყალი მაინც არ ჩამოვივა. ასე რომ არის რაღაცა პერსპექტივები არსებობს მაგაში. კი ბატონო. კიდევ ერთი ძალიან კარგი ხრიკი მოიგონა ქართულმა ოცნებამ საარჩევნოდ უფრო მეტი ხმა რომ მიიღოს. თუ შეიძლება ვნახოთ ფოტო. აი? აბარა. ხედავთ? საარჩევნო პლაკატი ღვინოზე. ქართული მერობის კანდიდატი. აბარა. ქართული ოცნების. ძალიან სწორად ნაფიქრიერი. ამ მომრჩეველზე არის ნაფიქრი, იმიტომ რომ რასთანაც უფრო ხშირი შეხება აქვს ამ მომრჩეველს, იმაზე უნდა დაახატო მე. აბა რაზე უნდა დაახატო? მაგრამ მე მაინც გეტყვით, თუ თქვენ გინდათ რომ მეტი შედეგი მიიღოთ და მეტი ხმა მიიღოთ, მარტო ღვინოზე კი არ უნდა დაახატოთ. ღვინოზეც დუდუგზეც ქალებზეც. აი მერე ნახეთ შედეგი. აი მერე ნახე. დამიჯერეთ არის. აკაია. დუდუგზე რო ახატია მერობის კანიერია. ცოტა ის რო არის დახვეული. კაია. კარგი არ არის სტუდიაზე დაუჯერეთ ილოს მეგობრებო. შედეგს ეს დადებს. 1 2 3 4 5. ან ქალს რო ახატია როგორია? ქალს რო ახატია და წინიდან ხომოდის და რომ მოგეწონება და თვალს რო გააყოლ და უკრინდან ვიღაც კაცი რო ხატია ეხლა. გააყოლებ თვალს და ვიღაც პლაკატზე ტიპი ხატია. ისე ამდენ ალიექოჩი ხო არის რა ყველაფერი რა აი მესამე ძალაა საჭირო მესამე ძალა ხალხო აზზე მოდით რა რა მესამე ძალა ეს ორი ძალა რას გვიშვება და მესამე ძალა კიდე რო გაიჩიტოს აქ ვაფშე დაგვინწრება ჩვენ ამიტომ მოდი რა წყნარად ვიყოთ რაც არის იმას მივხედოთ ახლა მესამე ძალა და რაღაცები არ გვიქვს ეს ჩემი ის არის აზრი უბრალოდ დავამთავრე ისედაც გრუპა უხავ პანიკოს ფრთხილი კაცია დაკვირვებული კაცია აბა ეხლა რა გინდა აზრ რა თავს იტკიებს ო ეგ ფაქტობრივად როგორ რაღაცას მაგურებს ესე გრუპა უხარო გაქვს რა სამს რო გაქვს და კიდე მეოთხე რო ისო მაიტა შეხიავანთო ჩამოვყალიბდეთ ზე ამ შვენი რა გვაქვს სამში ამდენი ხანია მოკლედ გავაგზავნოთ მეგობრებო ისევ საარჩევნო ამბავი გვიწევს და ესეთი რაღაც ფუთფუთზე საუბარი თუ გახსოვთ ესეთი ქალბატონი პრინციპში სახელი და გვარი მე მისი არ ვიცი მაგრამ მისი ვინმე ქალბატონი რომლის ერთ-ერთი გამოსვლაც სატელევიზიო გამოსვლაც იყო ნუ ძალიან ცნობილი გახდა საქვეყნო აი რომელიც რა გააკეთეს ნაციონალურ კარუსელები თქვენ არ გეგონოთ ეს ქალია კუბარდია მე რო პაროდია არ გავაკეთო თუ შეიძლება ეს ვიდეო გაჩვენეთ ამ ქალბატონის ერთ-ერთი ძველი პირველი თითქოს ნაციონალებმა რა გააკეთეს კარუსელები გზები შადრემდები გზა რატო გააკეთეს ნაციონალებმა იმიტომ რომ თავიანთი ჯიპებით ირბინა მშიერდა კაცმა მშიერი კაცი სტაზზე ირბის თუ აყრიმ გზაზე თიშავი მარა გათი მადლობა ქალბატონო გავი არის თიშავი საკმარისია საეთეროდან გათიშე ზარა ის მაინც მიყვა მოკლედ ეს ქალბატონი ვისაც გაგახსენდათ არ ვიცი მაგრამ ვისაც არ გაგახსენდათ ახლა ხო მაინც გაიცანით ის და ეს არის ის პერიოდი როდესაც ნაციონალებს აი მისმა გამოსვლამ სარივით თუ სოლივით ჩაერჭოდა ბოლო სილაქანი მოხდა იცი რომელ ხალხს გავდა აბა რასარგებლობა მოაკ ნაციონალ მოკლედ ეს არის ამ ქალბატონის ერთ-ერთი ჰიტი მისი ცნობილი ვიდეო ახლა კიდევ გამოჩნდა ესე სატელევიზიოთაც და სოციალურ ქსელებშიც კიდევ იყო ეს ქალბატონი უკვე ამ არჩევნებისთვის ძალიან სერიოზული კამბექი გააკეთა პირდაპირ გითხრა მოკლედ ვინ უნდა ავირჩიოთ და ვინ არ უნდა ავირჩიოთ ამ ქალბატონმა პირდაპირ თქვა რომ საერთოდ ბიზნესმენების ადგილი არათუ პოლიტიკაში არ ვიცი საერთოდ მათი ადგილი არსად არათუ დედამიწაზე მოდი ვიდეო ვნახოთ პირდაპირ ამ ქალბატონის კიდევ ერთი გაბრწყინება რას თulis ის საერთოდ როგორ უყურებს არა მარტო ამ ქვეყნიურ რაღაცებს იმ ქვეყნიურ რაღაცებსაც და ის ხალხი საერთოდ რას ფიქრობენ ვინც მე მას უყურებენ და აქედან მოდი ერთად ვნახოთ იყვნენ დაბმულებიო. ხო და ამ წმინდანმა იკითხა რომ რაშია საქმეო კაცო. ან სამოთხეში რა უნდა თამათო? ბიზნესმენებს და ან თანაც დაბმულები არიან. სამოთხეში საერთოდ ვისაბავენო და ვინც სამოთხის გამგებელი გახლდათ, იმას უპასუხი ამ წმინდანი ბერისთვის. ამათ უკან არ მოეწონა თუ აქ ყოფნო და უკან მოინდომეს დასვლა და იმიტომ დავაბითო და რა გზითაც აქ შემოვიდნენ,ო იმ გზითო დარწმუნებულები ვართ ეს ბიზნესმენები უკან წავლენო მოახერხებენო და იმიტომ რომ სამოთხესო ავტორიტეტი არ დაეცეს და სამოთხის აზრი და გონება არ დაიკარგოსო ამიტომ ყარ დაბმულებია მეგონი
მე მგონი ასეთი ჭეშმარიტება ჩვენ არ მოგვწონს. არ გინდა რა არ მოგწონს საოცრება ვინმე გინახავს აქამდე ვინც ასე დეტალურად აგიხსნა რა გელოდება თუ 64-ში მოხდები? მე ძმაო, არა, იცი რა არის, მე აქამდე ვიცოდი ხალხს, რომელსაც წამდა 64-ის, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელსაც იცის რა ხდება 64-ში. გამგებელს იცნობს, იცის, გამგებელს იცნობს. ვინაცვალეო. მაგრამ ყველაზე მაგარი რა არის, 64-შიც კი ბიზნესმენს დაბმა ჭირდება. ვინაბნევს? იქ სადაც სასწაულები ხდება, არა, იქაც დაბმა დაბმული. ბრილიანტი. აბა, ნაკლებით არიდმებიან. ნაკლებით საემიგრაციო სამსახურის მუშაობს 64-ში. რა თქმა უნდა, რაღაცა გვირაბიდან შეეპარნენ და უკან არ უჩებენ რომ რეპუტაცია არ დაუვარდეს. რეპუტაცია, მაგრამ ყველაზე მაგარი ის არის რომ დეპორტით, ანუ დეპორტის თემაც არის, გაიგე. ყველაზე მაგარი რას ამბობ? 64-დან რომ დაგაპორტირებენ ეს ხო მარტო ქართველ შეუულია, ესეთი შემაწუხებლები ხდებიან რომ 64-დანაც ეგრევე არეპორტებენ. აბა, დეპორტაცია. ბიჭო, არა, თუ დააკვირდი, ძალიან მაგარი ხალბატონია, ჯერ რა თვითონ რა დამაჯერებელია და დამარტო ტელევიზიით საუბრობს და გეუბნება ჭეშმარიტებას ადამიანი რომ 64-ში ბიზნესმენები დაბმულიყავთ ქართველი ბიზნესმენები და 64-ის გამგებელმა აგერ უთხრა რომ და ამიტომ ყავსო დაბმულიო გენაცვალეო ესენი როგორ შემოვიდნენ ისე რომ არ გაიპარონ აქედანო და ანუ ისინი თან როგორ არიან იხდებით ღმერთის გვერდის ავლით არიან 64-ში შესულები ანუ ამ ლოგიკას თუ გავუყებით ეგ არის ანუ ეს არალეგალურად შეიჭრნენ 64-ში რა და მე კიდე მოწოდებს გერმანია იქ აკეთე რაღაცა რა არის იცი რომ ესე იგი იქ თავისი გენაცვალე პიარი მუშაობს სამსახურის ოქის 64-ში შემდეგ იმიტომ რომ გამოვიდა იქ პიერმა და თქვა რომ იცი რა არის ახლა ესენი რო ადგენ და გაიპარონო ესნის აქო მე 64-ეს რეპუტაცია დაეკარგებაო ეგრე კი არ არისო ამიტომ ჩვენ მე შევინარჩუნოთ ისინი არაფრის დიდებით ბიზნესმენები მოუშვედრენო შენ ან რა შედიხარ რა სწავლები მე იქ მოკლედ ისე ძალიან კარგი ვარიანტი წარმოიდგინე 64-შიც რო ეგეთი ამბები ხდებოდეს რომ აქედან პოლიტიკოსები რო ჩადიან თავისი პოლიტიკური როგორც პოლიტიკოსი ისე რომ მიდის თავის დაპირებებით რო შედის აი მაგალითად წარმოიდგინე ამირჩიეთ ან შემიყვანეთ მე 64-ში და 64-ს სინგაპურად გადავაქცევ აი რო პირდე 64 უნდა გახდეს ახალი ტურისტული ცენტრი კი ჩვენი შალვა ნათელაშვილი ბატონი შალვა რა ვიცი დიდი ხნის მე როცა გადაწყვეტ იქე წასვლას ერთხელ მაინც მანდეთ 64-ის კარის გასაღები მოკლედ მეგობრებო პირველი ნაწილი ამით დასრულებულია ჩვენ გვაქვს გარდამავალი ერთი ეტაპი რომელიც ძალიან მოგენატრათ მეგობრებო და ტელეფონის სტუდიაში მოკლედ მეგობრებო ეხლა გადავწყვიტეთ რომ რახან საარჩევნო ციებ-ცხელება გვაქვს ესე ავდგეთ და კანდიდატის პირდაპირ დაურეკოს და რაღაც ჩვენი პრობლემები ჩვენი რა ამბები უთხრათ პირველი ხა ვიგა გვახსენდებოდა სხვადასხვა თითქმის ყველა ჩამონათვალი გვაქვს აქ მაგრამ აი ხა პირდაპირ გადავწყვიტეთ ესე რომ ვისთან რეკავ გეტყვით ეს არის ალეკო ელისაშვილის შტაბი თუ რაც ხია ამას ალეკო რომელიც მეორე ტიპთან ერთად რო ჩიტება ხოლმე ალეკო ელისაშვილი და მოქალაქეების საარჩევნო ნომრი 7 პრობლემებსა და გასაკეთებელ საქმეზე სასაუბრო ყოველთვის გისმენთ მაგრამ ჯერ მანამდე 1-5 ჩვენ მოგვისმინეთ ეხლა პრობლემა არის ის რომ შენ ესე იგი დახმარების ცენტრი რა ეს ცენტრი ბიჭო იმას გაცნობს რასაც არის მისი საარჩევნო აინტერესებს არის დარბაზად იქცა პოლიტიკური პარტიებისთვის ახალგაზრდა აგზავნიან წვრთნაზე ჩვენ სხვა შინაარსის გადაცემა გვაქვს ის შემდეგ პარლამენტში დააწინაურონ საკრებულომ უნდა მიხედოს საქმეს და გახდეს ქალაქის განვითარებისთვის ამისათვის უნდა მოხდენ მარტო ურეკავ რაღაცას ეუბნები რაღაცას პასუხობენ ეს ატყივა შეიძლება რაღაცა ეხლა ნელ-ნელა დაიწყება თუ გსურთ მარჯვენა სანაპიროს ტკივილებზე გესაუბროთ აკრიფეთ ერთი თუ გსურთ მარცხენა სანაპიროს ტკივილებზე ორი მაგრამ დაელოდოთ ოპერა რაღაც რას მიშენ გინდათ საქართველოზე ალო ვიცით კაცო ეს ნანახი გვაქვს მოსმენილი გვაქვს ეს ვიცით რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი სამი კაცი ვართ პატრონი გვაქვს შევამჭირდება გვიპასუხეთ ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი რაღაცა ხელისუფლება ავირჩიეთ 2012-ში და თუ დათავართ რამე გვიშვერეთ შეიძლება ცოდნა მარტო საქმის ცოდნა არის საკმარისი თბილისი როგორც ურბანული მოვლენა გავიგეთ ბიჭო რომ ფულს იპარავენ გავიგეთ რომ ცუდები არიან ახლა გვიშვერეთ უბნის მნიშვნელობა ქალაქის მე ბიჭო მიპასუხეთ ასევე ვიცავთ რა კანონს გახსენებთ რომ თქვენი საუბარი აჰა შენი ჟანრია და usmine და იყავი წავედით ადი რა წავედით და იყოს ეს და usmine მორჩა ოპა მისმენთ ალო გამარჯობა ბატონი ალეკოს შტაბში ბინაში დავრეკეთ ხო სწორად ვრეკავთ სად ბატონი ალეკო ელისაშვილის სწორად ვრეკავთ ხო შტაბში პარტია შორიდან მესმის თქვენი ხდება მოკლედ რატომ გირეკავთ იცით აი ეს ტექსტი რაც მოვისმინეთ ზარამდე კიდევ ერთხელ რო ჩაგვირთოთ რა აი რაც მოვისმინეთ აი ღირსი ხარ ღირსი კარგი მოიცა რა მაგრა იყო ყურმელი რაო
ცოტა შევიდან ის. რომელი ალეკო? ინა ალეკო, კაცო. უყურე, წავიდ, ვისთან გინდა დავრეკოთ. წავიდა ქუთაისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატს დაურეკოთ. მე ერთი მეგონა და ნახე. ეს არის ბატონი გოგი წულაია. მისვეთ. ბატონო გოგი, გამარჯობა. გაგიმარჯოს. ბევრ დროს არ წაგართმევთ რა და პირდაპირ კითხავ. გამო ვარ ამე ვითომ ეხლა როგორ იქნება? როგორ? გამო ვარ ამე ეხლა ამ ამბიდან? კი, როგორ არ გამ, მე რო ამჯეროდეს, მაგის დავადი, დასაჭერად აღარ გამზადებული და რატომ მე უკრავ კიდევ თავს იმას რომ გავჩნდებოდი. მე ჯერა, რა თქმა უნდა გამოვა. აჰა, ძალიან კარგი ბატონო გოგი. თქვენ რაზე საუბრობთ? არჩევნებზე ხო საუბრობ? არა. არა, რომელი ხარ? არა, თქვენ არა ბატონო გოგი, არა. აი, სიმას. ასე მეკითხე, ვერ გავიგე. ეხა მომცეს კაცო ნომერი დაურეკეთო და ის ქვაბია გადმოსატანი და რა ვიცი, ან გამოვა, არ გამოვა. გადმოსატანი? ვინ რომელი გოგი ბრძანდებით კაცო? გოგი წულაია. ბატონო გოგი, უკაცრავად მოდის გიხდით რა. სხვაგან დაურეკეთ ჩვენ. არა, სულ სხვა რამეზე გელოს. როგორ ბრძანდებით? მადლობა, კარგად, გაიგე. წარმატებებს გისურვებთ ბატონო გოგი, შვენიერი ძალიან კარგია ყველაფერი. ერთი მაშინ რახან თქვენთან მოხვდით, ვარემ მკითხავ. ხომ არ იყოს მოდით წელს გამორჩეული და განსხვავებული ქუთაისი და ხაშურელი მერი ხო არ ავირჩიოთ ქუთაისმა. მაგალითად. ხაშურელი მერი მაგალითად, ხაშურიდან მოვწვეული მერი. მოვიწვიოთ. ქუთაისში? კი ბატონო. გვიანია ხო უკვე? გვიანია დარეგისტრირებულია, დარეგისტრირებულია, კი ბატონო იყოს ხაშური, კაი იყოს ხაშური რა. კარგი ბატონო გოგი, მეგობრობა და პატივისცემა, მთავარი ბიჭებიდან გირეკავთ ილო, ვანიკო, ნიკა, მოკლედ კიდე გელოდებით. ენაცვალეთ. წარმატებებს გისურვებთ მეგობრობა და პატივისცემა. გაიგარეთ, მადლობა. კარგად, ნახვამდის. ნახვამდის. წარმატებები. მადლობა უკვე. ასე მეგობრულად ბიჭო. მოდი მოკლედ, მოდი შეგვიძლია შევეშვას. შევეშვას კი ბატონო, კი. ძალიან დიდი სია ვქონდა მეგობრებო და მაგრამ ვითვალისწინებთ თქვენს მონდომებას, თქვენს საქმეს, ამომრჩეველს. მოკლედ დღეს ამ ორი ზარით შემოვიფარგლოთ და პირობას გაძლევთ რომ შემდეგ გადაცემაშიც დარჩენილ კანდიდატებს არ დავტოვებთ, მაშინ უყურადღებოთ და სხვებთანაც დავრეკოთ. ეხლა ეს არის მეგონი სავსებით საკმარისია. და ამით ჩვენი პირველი ნაწილი ამოიწურა და გადავდივართ მეორე ნაწილზე, სადაც არაჩვეულებრივი და საინტერესო სტუმარი გელოდებათ. მას ასე მომხევით ბიჭებო.